მიოპია იგივე ახლომხედველობა რეფრაქციის ისეთი სახეა, როდესაც პაციენტი ახლომდებარე საგნებს გარკვევით, კაფიოდ ხედავს, დაშორებულს კი ბუნდოვნად. რა არის ამ დარღვევის გამომწვევი მიზეზები და როგორ უნდა ვმართოთ დაავადება? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ოფთალმოლოგი ნინო ლილუაშვილი. საკმაოდ მზარდი სტატისტიკა აქვს ახლომხედველობას, რაც გამოწვეულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მოწყობილობების ჭარბ გამოყენებასთან. ზოგადად სტატისტიკურად საშუალო და მცირე კლასებში მიოპიის პრევალენტობა 10%-ს აღწევს, ხოლო ზრდასრულ ასაკში დაახლოებით 30% შემთხვევაში გვხვდება. მიოპიის მართვა ხდება ოპტიკური კორექციით, სათვალის ან კონტაქტური ლინზის გამოყენებით. უკვე ზრდასრულ ასაკში ვიყენებთ ლაზერული კორექციის მეთოდს, რომლის დროსაც პაციენტი აბსოლუტურად თავისუფლდება სათვალისა და კონტაქტური ლინზის გამოყენებისაგან. მიოპიის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი გახლავთ გენეტიკური წინასწარ-განწყობა, რომლის დროსაც ხდება თვალის წინა უკანა ღერძის დაგრძელება, რომელსაც აქვს პროგრესირებადი ხასიათი და ფიზიკური ზრდის პროპორციულად ხდება მიოპიის პროგრესირებაც. პროგრესირებადი მიოპიის დროს შესაძლოა განვითარდეს თვალში და სტრუქტურებში სხვადასხვა პათოლოგიური ცვლილებები. მაგალითად, მინისებრი სხეულის დესტრუქცია, ბადურა გარსის ცენტრალური ან პერიფერიული ზონის ქორიორეტინალური დეგენერაციები, დისტროფიები, ნახეთქები, ან შესაძლოა განვითარდეს ბადურის ჩამოცლაც, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს სრულ სიბრმავემდე. როგორც კვლევებმა გვაჩვენა, ოპტიკური კორექცია არ ახდენს გავლენას მიოპიის პროგრესირების პრევენციაზე. ოპტიკური კორექციით მიიღწევა სრულყოფილი ხედვა და ხელი ეშლება ამბლიოპიის ჩამოყალიბებას, იგივე ზარმაცი თვალის განვითარებას. ოფთალმოლოგმა მოქალაქეებისთვის გარკვეული რეკომენდაცია გასცა. მან დეტალურად განმარტა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ამ დაავადების დროს. კვლევებით დადასტურებულია, რომ ბუნებრივი სინათლის სხივის ექსპოზიცია დღის განმავლობაში 2 საათი მაინც ამცირებს მიოპიის განვითარების რისკს ან ამცირებს მის პროგრესირების ხარისხს. ზოგადად დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს ისეთი სერიოზული ჩივილების დროს, როგორიცაა თვალში მცურავი წერტილების არსებობა ან ნათებების არსებობა, მხედველობის არეში ან შესაძლოა ჩრდილის არსებობაც კი შენიშნოთ. აღნიშნული სიმპტომები მიუთითებს თვალისა და ბადურა გარსის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებაზე. ავტომწარმოებელი კომპანია Porsche ახალ პროექტს იწყებს. სპეციალისტების განმარტებით სიახლე ითვალისწინებს ელექტრომობილების მიერ გამოყენებული მაღალი ძაბვის ბატარეებიდან ძვირფასი ნედლეულის მიღებას და მათ ხელახლა დამუშავებას. საპილოტე პროგრამა 3 ეტაპს მოიცავს. პროექტი მიზნად ისახავს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების ხელშეწყობას. კომპანიის ინფორმაციით პირველ ჯერზე ელექტრომობილების ბატარეები დაიშლება, რომელიც შეიცავს ნიკელს, კობალტს, მანგანუმსა და ლითიუმს. მიღებული ნაერთი გაიწმინდება და გადამუშავდება. შემდეგ კი იგეგმება მიღებული მასალის გამოყენებით ახალი ბატარეების წარმოება. სპეციალისტების განმარტებით, ეს პროექტი ითვალისწინებს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. პლასტმასით დაბინძურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემაა, რომელიც უკვე ყველა სივრცეს ეხება, მათ შორის მდინარეებს, ზღვებსა და ოკეანეებს. სპეციალისტების მოსაზრებით, მიკროპლასტმასი განსაკუთრებით საშიშია, რადგან ადვილად გადადის ერთი ეკოსისტემიდან მეორეში და ხშირად ატარებს პათოგენურ ბაქტერიებსაც. ამ საკითხზე ევროპის მასშტაბით ახალი კვლევა ჩატარდა. დაკვირვება 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დარგის მეცნიერებმა. სპეციალისტებმა შეისწავლეს 9 მდინარე, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობით სწორედ მცირე ზომის მიკროპლასტმასი გვხვდება. კვლევა ასევე ეხებოდა მიკროპლასტმასზე მიკრობების არსებობას და პირველად დაფიქსირდა ადამიანისთვის საშიში ბაქტერიის კვალი. ეს ეხება მდინარე ლუარას, რომელიც საფრანგეთშია.
მეცნიერების მოსაზრებით, რადგან საქმე ეხება არა მარტო ეკოლოგიურ პრობლემას, არამედ ადამიანის ჯანმრთელობას, ეს მოითხოვს გადაუდებელ კოორდინირებულ საერთაშორისო რეაგირებას.